მე მაინტერესებს კითხვას უსვამ ბატონ ანდროს ისევე. სერტიფიცირების გადაცემის პროცესი იყო, რომ სულ მალე ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ დავიწყებდით მუშაობას, რომ ვაკანტური ადგილები გამოჩნდებოდა ყველაფერი. რატომღაც ეს საკითხი გაიწელა დროში. პირადად ჩემ. მე არ ვიცი რა აძალები აქვს, ვინ არის დამნაშავე, რა არის. მე ერთი რაღაცა ვიცი. მინისტრის ხელმოწერა არის სერტიფიკაცია. ახლა ეს მინისტრი საქართველოსგან გაქცეულია და წელი 6 წელს შორიდან მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მაშინ მინისტრი იყო ის. და ხელი მოაწერა სერტიფიკაცია. ამიტომ მე დავასრულებ ერთი წუთით. ამიტომ მე მგონი ეს საქმე უნდა გადაწყვეტეს დადებითად. აიტომაც უნდა ველოდოთ იმას, რომ გარდაიცვალოს უნდა თურმე დირექტორი, რომ მოვიდეს ვაკანსიაზე სერტიფიცირებული 1 წლის სერტიფიცირებული დირექტორი. ერთი რაღაცა ამაზე ვილაპარაკე სრულიად სერტიფიკატი. ეს არის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი. ნებისმიერ მსურველს აქვს უფლება ჩააბაროს სერტიფიკატი, თუ მას აქვს უმაღლესი სასერტიფიკატო გამოცდა, თუ მას აქვს უმაღლესი განათლება. ნებისმიერ ადამიანს სერტიფიკატის მოპოვება აძლევს უფლებას, რომ მან მიიღოს მონაწილეობა კონკურსში დირექტორების შესარჩევად. მას აქვს უფლება იმუშაოს დირექტორად კონკურსის გამოცხადების და ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. როცა სერტიფიცირებული მასწავლებელი ყავდა ჩვენ. რა განცხადება იყო დაწერილი 2 თვით არ ყავდა ამ პიროვნებას, აცანაში კონკურენტი არ ყავდა. ეს იწერება 1 წელიწადია შეგნებულად და მოიყვანეთ იქამ, სანამ კანონი არ შეიცვალა და ეხლა გვიგებ კანონით. გაიწელა მთელი წლის განმავლობაში, რომ კანონი ყოფილიყო. გაკვეთილი არ ჩატარებულა გუშინ, მეორე გაკვეთილის შემდეგ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები წავიდნენ ლანჩხუთის რაიონში, იმისთვის რომ გამოცხადდა უკვე ვაკანსია ამ ადგილზე და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა სასწავლო ნაწილი, რომელსაც თავის დროზე ძალიან დიდ პატივს ვცემდით და პატივს ვცემთ დღესაც, როგორც წარჩინებული პედაგოგი, მაგრამ ასაკის მიუხედავად ამ ქალს აღარ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მან წარმართოს სასკოლო პროცესი. ამიტომ ბავშვები ითხოვს ახალ დირექტორს, რომელსაც განცხადება დაწერილი აქვს 1 წლის უკან, სერტიფიცირებულს, რომელსაც კონკურენტი არ აყავს სოფელში. მოვლენები ისე განვითარდა, რომ აი სოფელში სადაც უკვე დირექტორმა დაწერა განცხადება ჩვენი სოფლის წასვლაზე, დაკმაყოფილება არ მოხდა ჩემი დანიშვნის. ეხლა აქ რესურს ცენტრის ხელმძღვანელი თავისთავად კანონს იყენებს, ამბობს რომ უნდა გამოცხადდეს კონკურსი და კონკურსის შემდეგ ეს ყველაფერი ალბათ მოგვარდება. ამავე დროს ისიც ვიცი, რომ აი მოვისმინე განათლების მინისტრის, კანდიდატის, ის ალბათ კი რა დაანიშნავს ახალი პარლამენტი, გადაწყვეტილება არის, რომ დირექტორთა დანიშვნის წესი საერთოდ ადგილობრივმა რესურს ცენტრმა უნდა გადაწყვიტოს. აი უბრალოდ ადამიანური თვალსაზრისით რო შევხედოთ ამ სიტუაციას, დაინახავთ რომ აქ რაღაც საეჭვო რაღაცეები ხდება. იმიტომ ხო, არ ვიცი რა ხდება საეჭვო, ალბათ ადრე თუ გვიან ყველაფერს ფარ დაეხტება, დღეს ძალიან ბევრ ისეთ რაღაცებს ვიგებთ, რაც ადრე არ ვიცოდით და ალბათ ყველაფერი გაირკვევა. ალბათ რა ვიცი, ახლა კატეგორიებად იყო შეიძლება დაყოფილი ხალხი, ვის უნდა ემუშავა თანამდებობაზე და ვის არა. ვაპირებთ ჩვენ რომ ის ინსტანციები, რაც ქალბატონმა ნათიამ ჩამოგვითვალა კონკურსი რაღაცები ეს ახალი ყოფილა, იმის გავლის გარეშე ჩვენ წერილს ვწერთ პედაგოგები, ნამდვილად მეთანხმებიან, მშობლები და პედაგოგები, რომ ყოველგვარი კონკურსის გარეშე მოხდეს ჩვენი არჩეული კანდიდატის დანიშვნა. მე ვარ მე-12 კლასელი, ნათია ჩხაიძის მშობელი. ვარ ასევე სამეურვეო საბჭოს წევრი, ვარ მდივანი სამეურვეო საბჭოს და მეტწილად ჩახედული ვარ სასკოლო პროცესებში, ვარ განათლებით და მაქვს ნამუშევარი 7 წლის განმავლობაში პედაგოგად და ამიტომ როგორც ბავშვები და როგორც მასწავლებლებით ერთადერთი მოთხოვნა მაქვს, იბლოკება ამ პიროვნების კანდიდატურა. ძალიან კარგად ათვითცნობიერებული ვართ იმ საკითხში, არის ნორმალური პიროვნება, კომპეტენტური, ვისაც შეუძლია შეასრულოს დირექტორის უფლებამოვალეობები ღირსეულად და მე როგორ მშობელი პირობას ვდებ, თუ ეს საკითხი არ იქნება დადებითად გადაწყვეტილი, ისე როგორც სურს სოფელს, როგორც სურს სკოლას, როგორც სურს მოსწავლეებს და დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება ნამდვილად კარგად და ღირსეულად. მე თვითონ ვდობ ამის პირობას ჩაუდგები სათავეში ჩემ შვილთან ერთად ყველას და მიყვები ბოლომდე ამ საქმეს.